წინ დაიწყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში თაკოგვილიას სასამართლო პროცესი. მას ნიკოლოზ თორდია ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი უჩივის Facebook პოსტის გამო, სადაც აქტივისტი მას როგორც ზუგდიდელ მილიციელად მოიხსენიებს და სიტყვა ფარჩაკს უწოდებს. სწორედ ეს გახდა შეურაცხყოფელი პოლიციელისთვის. მე მაყურებელ შევახსენებ, რომ ნიკოლოზ თორდი არის ის პოლიციელი, რომელმაც 2025 წელს ყველაზე მეჯერ იგზნო თავის შეურაცხყოფილად და სწორედ ამ მიზეზით ყველაზე მეტი საჩივარი დაწერა აქტივისტების წინააღმდეგ. თაკოგვილია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არ გამორიცხავს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ დღეს მასთან დაკავშირებით პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღოს. არ ეშინია, თუმცა აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ერთი დღეც პატიმრობაში არის ძალიან რთული. თაკოგვილიას მხარდასაჭერად მოსულები არიან ზუგდიდელი აქტივისტებიც. მარიამ სიჭინავა იყო ერთადერთი, რომელსაც ნიკოლოზ თორდიამ უჩივლა მეგრული სიტყვა ლოდოს გამო და მას 3000 ლარი ჯარიმა დააკისრა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ. ასევე იყო შალვა ესართია ზუგდიდელი აქციების მედროშე, რომელიც ნიკოლოზ თორდიას საჩივრის საფუძველზე 7 დღით პატიმრობაში გაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ქალი აქტივისტის წინააღმდეგ პატიმრობას მოითხოვს. ნიკოლოზ თორდია საკმაოდ კომპლექსები აწუხებს და ყველა ის სასჯელი, რომელიც აქამდე ყოფილა კონკრეტული აქტივისტების მიმართ, ყველაფერს ამას ამტკიცებს. მე ყველაფერს მზად ვარ და რეალურად ყველა ის ადამიანი, რომელიც რამეს ვამბობ წერთან გამოდივართ, ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ვართ. მიჩივის Facebook სტატუსის გამო, სადაც მაქვს გაზიარებული მისი სურათი და მიწერია ფარჩაკი ზუგდიდელი მილიციელი. პატაკში უწერია, რომ უშვერი სიტყვებით მლანძღაოს. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, პატიმრობას ითხოვენ, თუმცა ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია და მშობლიური კუთხე როგორ გამწირავს. საერთოდ ადამიანს, რომელსაც ზუგდიდთან არა აქვს შეხება, არ ცხოვრობს ზუგდიდში, უჩივლა ზუგდიდის სასამართლოში. მისი მხრიდან ეს არის, რა ვიცი, კანონების და სამართლის არცოდნაც ამავდროულად, გარდა იმისა, რომ ვიცით, რომ ფარჩაკი პოლიციელია, ლოდო პოლიციელია და მილიციელიც არის. ახლა გავიგეთ ისიც, რომ მან კანონებიც კი არ იცის და სამართალიც კი არ იცის. ამ ქალაქში და ახლა უკვე თაკო შემთხვევაში არა მხოლოდ ამ ქალაქში, ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად ყველა მიცის, რომ ნიკოლოზ თორდია არის მილიციელი, ლოდო და ფარჩაკი. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ხელისუფლება იყენებს აქტივისტების დასაშინებლად, თუმცა ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ეს მექანიზმი არ მუშაობს, იმიტომ რომ ადამიანები მაინც საუბრობდნენ იმ ძალადობრივ რეჟიმზე, რაც ქართულ ოცნებას აქვს დაფუძნებული. ნიკოლოზ თორდია არის უბრალოდ ერთ-ერთი ჭანჭიკი, რომელიც ამ თელს ძალადობრივ სისტემაში მუშაობს და ეს ჭანჭიკი როდის მოირღვევა სავარაუდოდ არც თვითონ იცის. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე აქტივისტის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც უკვე გითხარით, პატიმრობას ითხოვს ქალი აქტივისტის წინააღმდეგ.